საღამომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დიდი ხნით თავს არ შეგაწყენთ. ბევრი არაფერი არ მაქვს სათქმელი, უბრალოდ წინა ვიდეო ლაივიდან გამომდინარე მინდა გამოვიხმაურ პრინციპში ვიცი რომ აზრი არ აქვს ამ ხალხთან ლაპარაკს, მაგრამ მაინც პასუხი გავუწევ, იმდენი კომენტარი დაიწერა და ისე შეწუხდა ხალხი და დღევანდელი Facebook პოსტიდან გამომდინარე და დიდხანს არ შეგაწყენთ თავს, არ გადაგღლით, მით უმეტეს არ ვიცი ამ ხალხს ვინმე აძალებს ამ ჩემი ვიდეო ლაივების ყურებას. რატო ხართ ასე შეწუხებულები? გადართეთ, იცი, სავსეა ინტერნეტი რითაც გინდათ იმითი დაჯექით და უყურეთ, რასაც გინდათ. ვინმე გაძალებთ? ასე შეწუხებულები რო ხართ თურმე ჩემი მოსმენით. ვისაც გეხებათ, თორე ნორმალურ ადამიანებს ვისაც აინტერესებს, იმათთან მე არ მაქვს რანაირი პრობლემა, კაც პირიქით. ღმერთმა გაგიმარჯვოთ, მაგრამ აი ავადმყოფებს მინდა ისა გითხრათ რა. რა ვთქვი მე გუშინ ასეთი, ანუ გუშინ წინ ასეთი, რაც აქამდე არ მithქვია. ან რა იყო ამაში გასაკვირი და გადასარევი. აი დასრულდა პატრიარქის არჩევნები, გახდა თქვენი რჩეული უწმინდესი და უნეტარის იშიო მუჯირი და ხო ახლა იმედია გაბრწყინდება იბერია. ხო ეს ხო თქვენი მოლოდინები არის და ხო მთელი ისა. ხო ხართ ამ მოლოდინში, რომ გაბრწყინების მოლოდინში ხართ და გაბრწყინდება, გას გაბრწყინდით ერთ რანაირი გაბრწყინებულებიც ახარ კი ვხედავ, მე რანაირი გაბრწყინებულიცაა ჩემი ქვეყანა და რატო ატეხეთ ეს წივილი ყველაფერზე რო ნერვები გეშლებათ. არაფერზე არ მქონდა მე გუშინ ლაპარაკი ისეთზე, რაც ჩემი მოგონილია და რაც პრეტენზია არის ის რაც წერია ჯულის კანონში და ეხლა ვინც ჯულის კანონს ყურს არ უგდებს, მისი პირიდან ამოსული ლოცვაც კი სიბილწეთ ჩაითვალოსო და ეხლა რაში მაინტერესებს მე თქვენი კერპომანი თავი რა სიტყვის. არ გაინტერესებთ თქვენ ძმაო, არც ჯულის კანონი გაინტერესებთ, არც ქრისტიანობა გაინტერესებთ, თქვენ ხართ კერპომანი. დიდი ხანია უკვე ეს დასკვნა გავაკეთე. საქართველოში მასობრივი ფსიქოზი არსებობს, ეს ხალხი არის მასობრივად დაავადებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დაავადებულ ხალხს. კერპად ვინ ეყოლება, ზოგს მიშა ეყოლება, ზოგს ბიძინა ეყოლება, ზოგს პატრიარქი ეყოლება, ზოგს სხვა ეყოლება და ეს სექტებათაა გამხდარი ქვეყანა. რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევთ? რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევთ ამ ბიოლოგიურ მასას, მრევლს დაარქმევთ, ამ უმრჩეველს დაარქმევთ, ელექტორატს დაარქმევთ, თუ რას დაარქმევთ? რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? მიაღწიეს მისაღწევს და საქართველოში ერიდან აქციეს ღორის კოლტი. მიაღწიეს ამას დიდი ხანია. მიღწეულია ეს. არ გავს, ჩვენი ქვეყანა არ გავს ნორმალურ საზოგადოებას. და ეს არავისთვის სიახლე არაა. ამიტომ საერთოდ არ მიგვირს ეს არანორმალური საზოგადოება, მე ასეთ რამეებს პასუხობს. ეხლა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა კიდე, აი ყარაფერი შენ როგორ არ მოგწონს თქვენ რა მოგწონთ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ გუშინ გასაგებად გაჩვენეთ სერბეთის პატრიარქის პატრიარქ პავლეს ცხოვრების წესი, რომელზეც იძახით 21 საუკუნეა ცხენით ხვარივლის, ფეხით ხვარივლის მოკრძალებული ცხოვრება ქრისტიანი ადამიანის და სასულიერო პირის მით უმეტეს მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს და არა ფუფუნებაში ცხოვრება და გაიცხოვრება. რა ვთქვი ახლა ამნაირი? და გაჩვენეთ მაგალითი გაჩვენეთ პირდაპირ. თქვენ არ შეგიძლიათ მას ცხოვრება. თქვენ კაი ცხოვრება გიყვართ. სმა, ჭამა, კაი ცხოვრება და თან ლოცვა და თან წმინდანების სახელები და ზოგიერთი უწმინდესი ხარ და ზოგიერთი უნეტარესი ხარ და ზოგიერთი რა ვიცი ვინ ხარ და რა ხარ და დიდი ტამპლიერებივით გამომივარდებით აქ რწმენის დასაცავად. არა ქვია მაგას ქრისტიანობა, მაგას ქვია კანდურიზმი, რაც საქართველოში არის. რაც ტრიალებს. ხო? იმიტომ რომ ჯულის კანონი თქვენ არ გაინტერესებს. ჯულის კანონს ყურს არ უგდებთ. მე კიდე სუფეხებზე მკიდია ის ადამიანი, ვინც ჯულის კანონს ყურს არ უგდებს და მე მოდის აქ და მიკითხავს ლექციებს ქრისტიანობაზე. არა აქვს მნიშვნელობა, ეგ ანაფორიანი იქნება და უანაფორო იქნება. ხო, ესაა ჩემი პასუხი და რაც შეეხება კიდე იმას, რომ არაფერი არ მომწონს, გეკითხებით ამ ენაზე, ქართულ ენაზე, ამ დიდარ ენაზე, რომელიც ვეფხისტყაოსანი დაიწერა და თქვენ არ ყოფნით საბჟუტუროთ. ეხება ეს საპატრიარქოს ეგრეთ წოდებულ სასულიერო პირს ჯაღმაიძეს და მის მრევლს და მისი ტაშფანდურის გამგვრელებს. ინტრონიზაცია
რას ნიშნავს ინტრონიზაცია? ერში ქართულ ენაში არ მოიპოვება სიტყვა აღსაყდრება? არ შეიძლება რომ იხმაროთ ქართული სიტყვა აღსაყდრება? არა, მაინტერესებს ერთი, არა გვაქვს? აუცილებელი არის ეს რაღაცა smartphone-ის რომელიღაცა დეტალი არის ახალი მოგონილი, რომელსაც შესაბამისი ქართული სიტყვა არ მოეძებნება, ტექნიკური ენაა? და იძახის ჯაღმაიძის თამადობით დაწყე ინტრონიზაცია მოხდა. არ არის ეს ქართული. გამომიხდნენ მერე ბრძენები და ეს ბიბლიაში ასე წერია. მაშინ ადრექი და გადმოიღეთ ის ბერძნული. და იკითხეთ ბერძნულად. ერთი ინტრონიზაცია არაა ბერძნული სიტყვა, ლათინური სიტყვაა. ტრონი ტახტს ნიშნავს და ტახტზე ასვლას. და გამოიყენებოდა მეფეების და სასულიერო პირების აღსაყდრების და მეფატკურთხევის დროს. ჩვენ მეფე არ გვყავს. ყავს სასულიერო პირი. ანუ აღსაყდრების დროს გამოიყენება უცხოური სიტყვა ინტრონიზაცია. არ იცით სიტყვა აქსიოს. რას ნიშნავს? აი იძახით. ღირსიას ნიშნავს, ეს ბერძნულია. ნუ კაი ჯანდაბას ეხლა მე არ ვეძევი შიგნით კაცო ვინ გასიტყვით, მაგრამ ენაზე გაქვს წამოკიდებული აქსიოს ინტრონიზაცია. რა განსხვავება თქვენს და იმ აკაცუკებს შორის? რა განსხვავება? ისინი თავისი ბარბარიზმებით უბერავენ, თქვენ თავისი ბარბარიზმებით არა ხართ თქვენ ქართველები. ქართული ენა არ იცით. არ გესმით. ღვთისმეტყველება და ქრისტიანული ლაპარაკი ქართულ ენაზე დამარხულია ენაი ქართული და მეორედ მოსვლა უნდა გაიმართოსო ქართულ ენაზეო, ხო ლაპარაკობთ. მერე ქართულ ენაზე თუ უნდა გაიმართოს მეორედ მოსვლა ინტრონიზაციას არ შეიძლება აღსაყდრება უწოდოთ? დანებებული მაქვს ქალბატონო, მანანა ყველაზე მე თავი. არანაირი ძალაუფლება მე არ მაქვს, თანამდებობა მე არ მიყავია, არანაირი საპასუხისგებლო პოსტი მე არ მაქვს. საპასუხისგებლო პოსტი თქვენ თავრობებს და თქვენ უწმინდესებს და უნეტარესებს აქვს იმათ მიდით და იმათ მოთხოვით. რომ შემოაბრუნოს ქვეყანა სასიკეთოსკენ. მე ვერ შემოაბრუნებ. მე ერთი ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს და იმის საშუალებაზე არ მაძლევთ. მახჩობთ, სულს ვხდით. ხო, ქრისტიანობაზე თუ ლაპარაკობთ, ქრისტიანობა არის ის, როგორც ცხოვრობს ადამიანი უქონენი, უყოლელი და თავდადებული რწმენისა და ერისთვის. ასია ეს. და არაფერი არა ამაში გასაგიჟებელი და არაფერი არა ამაში სასწაული. და ამ ადამიანს არ მიეცა საშუალება საერთოდ მიეღო მონაწილეობა. რა არის ამაში? ხო, ლაშა ჟვანია არის ებრაელი. ლაშა ჟვანი არის ურია, ებრაელი. ისევე როგორც შორენა არის ურია ებრაელი. არის სიონისტების კლანი, დაბუდებული საპატრიარქოში. აქ იყო და გაქსუებული იყვნენ და ძღებოდნენ ქართველებზე, იქ წაეთრია ლაშა ჟვანია და იქ ეგდო ისრაელში და იქ ძღებოდა ქართველებზე და 1000 უბედურებას რო უკეთებდა იმას რა ქვია დეპორტაციას და უბედურებას ისრაელში ერთხმას არ იღებდა, იმიტომ რომ ურია იმას და იმისთვის საქართველოს არა სამშობლო, იმისთვის სამშობლო არის ისრაელი. და გამოდიან ეს ურიები და მასწავლიან მე ჭკუას როგორ ვილაპარაკო, რა ვილაპარაკო, რა ვთქვა. კი, მოვისმინე ბატონი ბიძინა, რომ ხო რა უნდა ნახა ბატონი ბიძინია, მაგის ისა რა ქვია, მფარველი და ბატონი ბიძინეს წყალობით მოხდა მისი არჩევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა გასაკვირია ჩემო ძმაო. და ყველა მივარდა მისი პრობლემებით. აბა შეიწყალებ. აბა იმას ვაიმე ახალგაზრდებს შეიწყალებთ, ამას იზამთ, იმას იზამთ. ქვეყნის და ერის პრობლემა რაცა? ის არავის არ უკითხია. კაციშვილს არ უკითხია, რა იქნება დავით გარეჯთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია? რა იქნება ოკუპაციასთან და უბედურებასთან? როგორ მოვაბრუნოთ ჩვენსკენ აფხაზები და ოსები? რანაირად მოახერხოთ მათთან? კაი, ეკლესია ის არ ლაპარაკობს, თავრობა არ ლაპარაკობს, პოლიტიკოსი არ ლაპარაკობს. სულიერი მამა დაელაპარაკება დაკარგულ ძმებს. მოაბრუნებს, ვინმე ეს კითხვა დასვა, ვინმე ეს აინტერესებს? რა ინტერესებს? ლაშა ჟვანია ჯაღმაიძე უკეთეს მოუტანს. ვინმე მკითხა ვის რა შეინტერესებს, შენი აფხაზეთები ვის რა შეინტერესებს, შენი სამაჭებო. მე გიკვირთ რომ იქედან მნერი დამოკიდებულება აქვს. რა დამოკიდებულება უნდა კონდეს? თქვენ ბიჭო, ერთმა აფხაზმა მაშინ წამოსვლა რომ მომიწია სამშობლოდან, ესეთი ტექსტი მომწერა, მე შენ სულ გისმენდიო და
სულ ყველაფერს ვაკვირდებოდიო, რასაც აკეთებდიო და შენი ქვეყნისთვის და შენი ქვეყნის სიკეთისთვის იბრძოდიო და შენ თუ არ გედგომება შენ ქვეყანაში მე სად მეპატიჟებიანო შესარიგებლად და რაიც ძმას და მეგობარს მიძახიან. მიდი ახლა შეუბრუნდი და უთხარი რამე. და მოგესავა ეს კერპომანები, პატრიარქ მადიდებლები, მიშა მადიდებლები, ბიძინა მადიდებლები და სიმართლეს და იმას არავინ არ გათქმევიებს. ასია ეს. და არ ამ სპექტაკლში გინდათ ეს სპექტაკლი სიამოვნებთ. არ გეყოთ გუშინდელი სპექტაკლები. არ გეყოთ გუშინ რაინდის გამოწყობა 60 პირველში. არ იყო ესა რა ქვია კლოუნობა და ჯამბაზობა იქ იმას ხუინდრავას. და ეხა იქ უნდა ყოფილიყო რა ქვია იქ უნდა ეკლოუნა და იმას იქ ბიზნეს იქნებოდა და ფარისევლობა ეს აფირისტო ვის რა ეცვა ვის რა ეხურა ვის ვინ იყო მისული რა შუაშია ეგ ყველაფერი ქრისტიანობასთან. რა შუაშია სად მივდიოდი ქალბატონო და მასეთი ჩათლახებით და მასეთი ნაბოზრებით გავშებილი როა ქვეყანა და არჩენი აზრის მოსმენა უნდა და დიდგორობის გამოგიჭერენ დავით გარეჯის გამოგიჭერენ და სული უნდა ამოხადონ და ჩათლახების და LGBT-ების და ამადგულისთვის სისხლი ამოგწოვეს და ხან ერთ განყოფილებაში ვიყავით, ხან მეორე პროკურატურაში ვიყავით, ხან მესამე უშიშროებაში ვიყავით და ამოგწოვეს სისხლი ადამიანები ვარ და დედა მყავს მეც. და ვერ გავუხედე ჩემ მშობელს გული, ჩემ ქვეყანაში და იძულებული გავხდი რომ მითხრა წადიშვილო ადეგი და წამოვედი. სად? რომელ ქვეყანას უნდა მიხედო? ვინ გაცლის? ვისი ეს ქვეყანა ჩემი და თქვენი არა? არის ბიზნესი? არის იმეთი მიშების და ამ წეული ხალხის და არის იმათი. ვისაც ხედავთ ახლა ამ დღეებში? მილიონებს რო ითვლიან ახლა არჩევნების მერე. ჩემო ძმაო, როდის არ დაგწვინიან, როდის არ გვაფურთხებენ სულში? როდის არ ხდება ეს? გეუბნებით მე? ბიჭო, ქართული ენა, სახელმწიფო ენად რატო იქნა ბოლო-ბოლო გამოცხადებული და შემოსული? მეგრულიდან, სვანურიდან და აღმოსავლეთ საქართველოს და ტაო-კლარჯეთის ტომებიდან მოლაპარაკე ხალხიდან ჩამოყალიბდა ერთი ენა, რომელსაც დაერქვა ქართული. და ქართულ ენაზე შეიქმნა ბიბლია, საგალობლებიც, ყველაფერიც და ეს კრავდა და აერთიანებდა ენას. ახლა სასულიერო პირები, აი ამხელა ქართულ ენას გამაერთიანებელი ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. ახლა სასულიერო პირები ერთი გამოვიდა და თქვა, რომ ისო მეგრული ენაზეო, ისო ბიბლია უთარგმნიათო და სახარება თარგმნესო, ხო და ისო რა ქვიაო, ისო როგორ შეიძლებაო და რაღაცაო, ისო ახლა გამოდიან სასულიერო პირები არ ამბობენ თვითონ ქართულ სიტყვას. ქართულ სიტყვას სასულიერო პირები არ ამბობენ. ინდოქტრინაზაცია, ინტრონიზაცია, რა უბედურება ეს და თუ რამე თქვია მოდიან და თვალებს ამოგთხრია. ჩემო ძმაო, პიკი იმდენჯერ დამდგარა და იმდენჯერ იმას მომხდარა, ძნელია. ერთს ვიტყვი, რომ ეს ხალხი ეს მე ერთ რამეს ვამბობ რა. ამ ერმა რაც გაიარა, ეს 35 წელიწადში ეს არაფერი არა. ეს არაფერი არა. ამ ერმა კიდე უნდა გაიაროს. ძალიან ბევრი უნდა მოიტეხოს ცხვირი. რატო უნდა მოიტეხოს, იცით? იმიტომ კი არა, რომ ბიძინაა ცუდი კაცი და მიშაა ცუდი მიშა იყო და არის ახლა ცუდი კაცი და ვიღაცა ესენი ანაფორიანები თუ ესენი ცუდია და ესენი კი არა. ხალხია თვითონ ცუდი. ხალხია, მასაა ცუდი. ეს არის ხალხია, მასა, ბნელია, ყრუა, გაუნათლებელი და უციგნურია. მე აქ ცოდნას ვინმეს მეტი აქ წაკითხული, ვინმეს ნაკლები აქ წაკითხული, ამას არ გულისხმობ. ადამიანურ განათლებას ვსაუბრობ. ადამიანის მიმართ ადამიანი იყოს. არა, კაცი ჭამიათაა გადაქცეული. ძაღლების და კატების გულიზა გაგინებენ ამოგწყვიტავენ მტარდა ცოცხალს. ბიძინას და მიშას გულიზა ზედმეტია. შენი აზრით თუ თქვი რაღაცა რაც ჩემი კი არა, ჯულის კანონში ასე წერია და მე ქრისტიანი ამას ვამბობ. რომ ეს ასე რატოა და რატო ხდება ასე, რატო ირღვევა ჯულის კანონი? შეეკლესიის მტერო, შემოღალატე, შეპატრიარქის მტერო, შეასეთო, შეისეთო და ეს ხალხი უკრავს ტაშს. ამიტომ ვამბობ. ჩემო ძმაო, ეს არის დაავადებული ხალხი. ქალბატონო მანანა,
აი არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენოთ არა საჭირო ამდენი ეს რა ქვია კერპომანიული წერები ჩემს გვერდზე არა საჭირო არ ვართ ჩვენ აქ ზომბირებული ამ გვერდზე არ იკრიბება ზომბირებული საზოგადოება რომელიც ზომბირებულ საზოგადოებასაც აქვს რაღაცა აკვიატებები არ ვართ აქ ძირითადად ადამიანები არის რომლებიც აზროვნები არ გჭირდება ჩვენ ეს კი ბატონო რასაც დათესავ იმას მოიმკი დიახ ეს დაითესა ქართველ ერში დიახ ეს იმკება დიახ ეს სიყვარული დაითესა სასულიერო პირებიდან ეს სიყვარული დათესა ეკლესიამ რაცა დღეს აყვავებული საქართველოში და ეს იდეოლოგია და ეს აღზრდა დათესა აი მან რა ქვია ხელისუფლებამ ნუ ღებულობთ ამას ღებულობთ ამას და მივიღებთ კიდე მომავალში და ადრე მეწოდება მე არ მეწოდება ეს ხალხი არაფრისთვის აღარ მეწოდება არაფრისთვის არ მეწოდება ეს ხალხი იმიტომ რომ ეს დამსახურებულად ღებულობს საქართველოს ყველაფერი ეს კიდე არაფერი არა დააკვირდით ელემენტარულად აი ელემენტარულს დააკვირდით ხო ვერაფერი ის რაც საქართველოში დიდგორობა ჩვენ ვერ აღვინიშნია 9 მაისი ჩვენ ვერ აღვინიშნია ვითომ არ აგვაქვს ამის ისა რა ქვია უფლება და ქართველ ერს თუ არა აქვს უფლება და იმდენი უფლება ვის აქვს სამე სიტყვა ჩვენ ვერ გვითქვია საქართველოს აც უკვე ყოფილ ტერიტორიაზე ქართველის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას აფხაზები და ოსები აღნიშნავენ წინვალში და სოღუმში და საქართველოში მისი ხსენება არ შეიძლება და ეს ნორმალურად ითვლება აი ელემენტარულ კითხვას გისვამთ ჩვენი ერის ჩვენი ქვეყნის საერთოდ ქრისტიანობის მართლმადიდებლობის საერთოდ კაცობრიობის მტრები იყვნენ და არიან ჩაბუდებული ამ ევროკავშირში და ამ ნატოში პირდაპირ შთამომავლები აი დღეს დავასრულე ბლოგი და მინდა გითხრათ ხა ამასაც შემოგთავაზებ აი ამ იმით იქნება რა კაცრავად ხომ ნახეთ ევროკავშირის პოლიტიკურ სათავეებში რამდენი ფაშისტების პირდაპირ შთამომავალია დღეს დავასრულე ბლოგი და დაახლოებით 1 საათში დავდებ ჩემი ის რა ქვია YouTube-ის არხზე ნახეთ აი ამ ორგანიზაციაში რამდენი არათუ შთამომავლობითი აგენტია უშუალოდ ფაშისტი იყო და უშუალოდ ფაშისტებმა შექმნეს ეს ორგანიზაცია საითაც კისრის ტეხით მივრბივართ რომელსაც ეზიზღება ქართველი ძულს იმიტომ ძულს რომ იმ ქართველმა დაამარცხა და ისინი წყალობას გამოიღებდნენ ჩვენი ქვეყნისთვის როდესაც და მომავალში გამოიღებენ წყალობას ამიტომ აგრ გავრბივართ უღმერთო ურჯულო ყველანაირ რასაც ქვია ქართველი ერისთვის იმ ორგანიზაციებში ეს მე თუ ვიცი რა ეს საპატრიარქო მარიცის ეს ამ სულიერმა მამებმა არიციან ყველაფერი კარგადია სიმართლეს თქმა არავის არ უნდა ასი ეს არაფერს არ ველი ჩემო კარგო იმ ხედრიონში ბევრი წესიერი იყო სიმართლე გითხრათ ყველა წყალწაღებული არ ყოფილა მაგრამ ის წესიერი ხალხი არავინ არ მიუღიათ იმაში საპატრიარქოში რა გამოაფხიზლებს მომისმინე ჩემო ძმაო ერთ რაღაცას გეტყვი გამოფხიზლება შეიძლება ჭირდებოდეს ადამიანს რომელიც ვერ ხვდება რაშია საქმე მართლა ვერ ხვდება და ეძებს გამოსავალს და კითხულობს და ეს ჯობია, ასე ჯობია, ისე ჯობია, ისე ჯობია. ამ შემთხვევაში, როდესაც ეძებს ადამიანი გამოსავალს, შეიძლება რაღაცამ გამოაფხიზლოს. მაგრამ ადამიანი, რომელიც ზომბირებული კერპომანია. ადამიანი, რომელიც არის ავადმყოფი. არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ აქვს მნიშვნელობა ეს დაავადება პატრიარქის სახით იქნება, კერპომანია. არ აქვს მნიშვნელობა ეს დაავადება იმის, რა ქვია, სააკაშვილის სახით იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ეს დაავადება ბიძინა ივანიშვილის სახით იქნება თუ ვინმე არ ჩამითვალოთ ზვიადისტიაო, არ აქვს მნიშვნელობა ეს ზვიადის სახით იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა ეს სტალინის სახით იქნება. კერპომანი ადამიანი არის დაავადებული. ამიტომ დაავადებულ ადამიანს რაციონალური აზროვნება, როდესაც არ გააჩნია და არის კერპომანიაში ჩავარდნილი,
რომელიც ერთ-ერთი დიდი ცოდვაა. და პირველი ცოდვა ერთ-ერთია 10 მცნებაში პირდაპირ გეუბნება მე ვარ უფალიო და მეორეში გეუბნება რომ ასე არა და არქნაო კერპი და არც ყოველი მისი და მსგავსი. თქვენ როგორ გინდათ ამ ადამიანებს რა გამოაფხიზლებს ხალხო? ზომბი შეიძლება შემოbrunდეს აკაოს? ადამიანი კითხვის უფლებას არ დააკვირდით, არანაირი არა მარტო აქ ჩემთან კი არა. დააკვირდით ერთმანეთში. დააკვირდით ნებისმიერ ფორუმებზე. დააკვირდით ნებისმიერ გადაცემაში. დააკვირდით ნებისმიერი ორი ქართველის ლაპარაკს. მზად არიან ერთმანეთი გაგლიჯონ. მზად არიან ერთმანეთი გაგლიჯონ და ერთმანეთი სისხლი დალიონ. და ტაშფანდურით. აი ამ ხალხს ახლა ქრისტიანობის ცხი არამე, ამ ხალხ ქართველობის ცხი არამე თუ რისი ცხი? მე მოგიბრუნდება ეს ქართველი და მზათა რას ხვია შენ ეს თქვი მზათა ჩაკოლოს. აგერ ახლა ეს გამოსწირებული როა ეს ვიღაც ეს ბაკურა სვანიძე 1000 იმას გადამხდარ ერთი გაგცემ ხვალისთვის შენ პასუხს. ცალკე გაგცემ არ მინდა რო ავრიო. ძაღლების და კატების მოყვარული ყოფილა პირზავარნილი და ლანძღავს და მაგინებს ძაღლის და კატას გულზე და 1000 ტალახს მესვრის. 1000 ბინძურ ტალახს. დაავადებული ავანტყოფი. რავი არაფერი არ დამიშავებია ამ დედამოტყუნისთვის საერთოდ. საერთოდ არაფერი. აძლევენ ახლა ფულს რაღაცას ორ კაპიკს უგდებენ ყოველთვის ვიღაც უკანალში იყო შემძვრა და მიდი და ლანძღე. ძაღლი და კატა უყვარს ადამიანს და უდანაშაულოდ ლანძღავს და მაგინებს რა დამიშავებია მე მისთვის. და ესეთები არის 1000-ობით. და ამ ხალხს გინდა თქვენ რამე ეშველოს? ამ ხალხს უნდა მათრახი თავში, ან ტყვია შულში, სხვა არაფერი არ უშვებს ამ ხალხს. და მიყავთ ასე საქმე. ამის თქვა მინდოდა. ინტრონიზაციის ემას რა ქვია ტაშის მკვლელებს მასეო ამინიც უცხოურია ყველაფერზე რო ის აქვს შემოგდებული ეს სიტყვა გადაშალეთ მაშინ ასე და ბერძნულად ილოცეთ მიდით აქსიოს ხო ბერძნულად ილოცეთ ბერძნულად გააგზელეთ ყველაფერი ან ებრაულად რა ვიცი აბა რა გითხრათ ელემენტარული ვერ გითქვია აქამდე არ მქონდა გაგონილი ეს ბარბარიზმი არა ახლა რელიგიური ბარბარიზმებით უნდა გაივსოს ახლა მოდაში რელიგიური ბარბარიზმია აქამდე ოიეს იყო აფკორს იყო დავაკენსელოთ დავასპოილეროთ მანამდე რუსულები იყო ყველაფერი ახლა რელიგიური ბარბარიზმები შემოვიდა ინტრონიზაცია უფრო ლამაზად ჟღერს ეს თანამედროვე აი თქვენ ვასძს ნაირი ხაინდრავას ნაირი ან მაკასეთენის ნაირი სულ არ ვერჩია მაკასეთამი ასათიანს არაფერს გასულ მაგრამ ზოგადად რავი რა დამსახურებაა ქრისტიანობასთან ვერ ხვდები აი ესეთი დონის ელიტა თუ ხართ და სვეტსკი ქრისტიანები თუ ხართ ლამაზად გააპარსული მამაოებით და ამასავით და ამასავით ხო ახლა თქვენ აი ესე უნდა ისაუბროთ დღეს დასრულდა ინტრონიზაცია ყავს ახალი უწმინდესი და უნეტარესი ეს ახლა თანამედროვე ესა ქრისტიანული ქართული ლაპარაკი ხო არ ვიცი ქალბატონო ელენა რასთან დაკავშირებით უნდა კითხონ რა უნდა კითხონ ანა აქსიოს კი არა დღეს ქართულ ენაზე რო უთხრა ის რაც ქართულად რა ვთქვათ ახლა რა ვიყოთ ისეთი ის არიციან ახლა არ მინდა ძველ ქართულში გადავიდეთ რაღაცაში აქსიოს კი არა დიდი ჯულის კანონი არის ის ხალხმა აქსიოს განმარტება საერთოდ იციან მოზმუნია სამაგეროს ჯულის კანონის საკითხოს ერთ სიტყვა აქსიოს დაიზახებს და მოდური ქრისტიანი გახდება ხა ინტრონიზაციიდან მომავალი ფეშენ გამოწყობილ რა ეს მამუკა მდინარაძეს შეფასება გააკეთებ რა უნდა რა შეფასება უნდა გააკეთოს მამუკა მდინარაძე რა შეფასება უნდა გააკეთოს ჩაბოზების გენერალმა რომელსაც გენერალ-მაიორობა მიცეს თავის ენის ჩაშვება ჩაიმასკნაში და ეს ხალხი არიან ავტორიტეტები ისინი წყვეტენ ქვეყანაში ბედს ერისას ქვეყნა ეგეც მიგდის საქმე
არ ვიცი ძმაო ვინ ვის რა ჩუქა და რა ჩუქა ღმერთმა ხელი მოუმართოთ მოკლედ მე ამ ავადმყოფ ხალხთან კამაც არ ვაპირებ ვისაც გაინტერესებთ ვაგრძელებთ სერიას ვიდეო საგანმანათლებლო ბლოგების გაკეთების ის რაც დღევანდელ საზოგადოებაში შენებულია და დაგარგულია ნაკლებად აინტერესებს ვინმეს მე ამ ჭორაობას და ორღობის ნამდვილად არ ვაპირებ აუყვე და შეგიძლიათ შემოგბრძანდოთ და ნახოთ დღევანდელი ბლოგი რომელიც იქნება ნატოს ფაშისტებზე პირდაპირ ფაშისტებზე არა შთამომავლობით ფაშისტებზე და დარჩენი დამithვია თქვენთვის ბურთი და მოედანი და ესაა თქვენი ქვეყანა და აბა თქვენიცით გადაარჩინეთ ქვეყანა თქვენი საერთოდ წარმატებები მისურვებია და მე ბოდიში ძაღმადიდებლებთანაც ბნელად მადიდებლებთანაც მიშისტებთანაც ბიზნესებთანაც და ყველას არ გიშლით ხელს ავდექი და ქვეყანას დაგიტოვეთ წამოვედი ქვეყნიდან და ახლა ორ სიტყვას რო ვიტყვი ხანდახან ჩემ აუდიტორიასთან მაინც მალაპარაკეთ რა ვქნა მე ქალბატონო რო არიციან ქალბატონო მარიამ მე რა ვქნათ თქვენ რა უნდა ქნათ სხვა რა უნდა ქნას თუ კი ასეთი ქრისტიანები აღიზარდნენ თუ ასეთი აღზრდილი არის თანამედროვე ქართველი ქრისტიანი აი როგორ ჩვენ რა უნდა ვქნათ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ ხო ვინც უნდა ქნას იმან გავაგრძელებ ამ გზას რაც იყო არჩეულიო და აი ნახოთ რა შედეგსაც მოიმკის მე ერთი რაღაცის თქმა მინდა მე არ ვიცი შეიძლება ძალიან ხაზგასმით ვამბობ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება მე ვწდებოდი ამ ყველაფერში აი ძალიან ბედნიერი ადამიანი ვიქნები და ეს ყველაფერი იქნეს ქართველი ერის და საქართველოს სასიკეთოდ მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი და მე ვწდებოდი ამ ყველაფერში არა მგონია არცა თავია სისრუე ყოვლისა უბედობისა მე ერთი რაღაცის თქმა მინდა ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა უნდა მიიღოს ის რასაც იმსახურებს ეს არაფერი არა ეს არაფერი არა რაც 35 წელიწადია მოუვიდა ამ ხალხს ეს არაფერი არა ეს სხვა შეწყვეტია პატიოსანი ადამიანებს რო გაეტნიან ამაში ესაა ყველაფერი გულსაწყვეტი თუ არა ეს მასა არაფერს არ იმსახურებს ბატონი ბიძინა ხო იყო იმაზე წმინდანი და ეს ხო იყო ხო აშენდა ხო გაბრწყინდა ქვეყანა ასეთი აქსიოს იყოს ღირსიას თქმა არ შეიძლება დანაშაულია მაგრამ პრინციპში ასე საქმე იცით ქალბატონო ღირსება ამათმა არიციან ამ სიტყვის მნიშვნელობა და ბერძნულად ნათქვამი ბარბარიზმი რაღაცა გონიათ ალბათ მაგიტო იძახიან იმას აქსიოს ალბათ მიეტევებათ ამის გამო ან განათლებიან ზემოთ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის ამიტომ ძალიან გთხოვთ რა ნუ დაიღლით თავს ჩემს გვერდზე თქვენი რელიგიური ფანატიზმით და კერპომანიით გაჯერებული ბოდოებით რა სხვაგან დახარჯეთ მაგ ენერგია წაბრძანდით და სხვა კათამკმეველები და სხვა ისინი რა ქვია ურწმუნოები მოაქციეთ ემაზე რა ქვია თქვენს მე ნუ მიკითხავთ ქვეყანას დაყובავს ორი რაღაცაო ფანატიკური პატრიოტიზმი და ფანატიკური რელიგიისადმი დამოკიდებულება ასია ეს სამშობლო როგორც დედა და მამა გიყვარს უნდა გიყვარდეს და რა შეეხება ახლა უფალი და სამშობლო ერთი და იგივეა და მას ფანატიზმი არ ჭირდება გაგრძელდება რა თქმა უნდა უკვე დაწყებულია მაგ გაგრძელება რომ აი აფხაზეთი და სამაჩაბლოსო ახლავ დაგვებრუნებსო და ბოლო ჟამით ადგაო და ახლა ასე იქნება საჭირო არ ვიცი ნახოთ ჯაღმაიძე გააბრწყინებს ბოლო ჟამს მე ასე მგონია საქართველოს და ეს ლაშა ჟვანია და შორენა თეთრუაშვილი და ესენი გააბრწყინებენ ქვეყანას რა ვიცი ჩემო ძმაო მე რას ვერჩი თვითონ რას ვერჩი რა უნდა მაგის გამზდელი მომთხან ერთი რა და მაგნაირების უყველას კიდევ ვინც დედამიწის სურგს სირი გაცების არ ვიცი ძაღლები უყვარს თურმე და ულანძღი ვარ და უგინებელი მე დაბლოკილი მყავარ ამინახია ეს მე არაფერს არ ვერჩი ყველა უბრალოდ მე გიჟი არა ვარ ვინმეს რამეს ვერ ჩოდე და მით უმეტეს ვიღაცა საერთოდ უნიშნელო ფიგურებს რა
არც ეს ბავშვი არა ვარ კიდე ამდენი მაწყევარი და მაგინებელი მყავს ვინმე საუბრე ამათ უნდა მლანძღონ ამათ უნდა გვაგინონ ჩვენაირი ადამიანები იმიტომ რომ ამათ რო კაი თქვენ ვაში თავი უნდა მოვიკლა კარგი ბრძანდებოდეთ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის